საღამომშვიდობისა დღის მთავარი თემებითა და მოვლენებით პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა 9-ის ნახევარზე. ახალმებს ნიკოლოზ რუბაშვილი გაგაცნობთ. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში მკვლელობა მოხდა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. არაოფიციალური ინფორმაციით სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს და ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და ფაქტზე დეტალურ ინფორმაციას ჩვენ ხვალინდელ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. რაც შეეხება დღის სხვა სიახლეებს. ფუნდამენტ გამოცლილი სახლი, სადაც 20-მდე ადამიანი ცხოვრობს და მათგან 6 მცირეწლოვანი ბავშვია. რას ითხოვს გომელაურის 12 ნომრის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან და რას თავაზობს შენობის ჩამონგრევის საფრთხის პირისპირ მყოფ ადამიანებს ადგილობრივი თვითმმართველობა? თემაზე ვრცლად მარიამ სოლოღაშვილი გიამბობთ. თითეულის ოჯახში ყოველდღიურად კედლებიდან ბათქაში ცვივა, წვიმის დროს კი ოთახებში ისევე წვიმს როგორც გარეთ. გომელაურის 12-ში არსებული ორსართულიანი ბარაკის მაცხოვრებლები 32 წელია ავარიულ ბინაში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ. ამ ადამიანებისთვის არსებულ სიტუაციას ისიც ართულებს, რომ დროებითი საცხოვრებელი სტატუსის გამო ბინების დაკანონებას ვერ ახერხებენ. დაუკანონებელი ფართის გამო არ არსებობს არც ბინის იურიდიული მისამართი. 5 ოჯახის პრობლემა ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. ოჯახები ადგილობრივ თვითმმართველობას ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას თხოვენ. ჩვენ ავცხოვრობთ აქ პასიოლგაში, ბარაკებში და დროებით გადმოგვიყვანეს აქ. და როცა როგორც ჩვენ გადმოგვიყვანეს დროებით, ისე გადაიყვანეს წერეთელზე ვინ ცხოვრობდა. და წერეთელზე ყველას მისცეს ბინები. იქ ალბათ ეკლესია როა შენ დაიმიტომდა. ჩვენ აქ შემორჩით ახლა ესწავლება მოდისა და მომაგირე სხვა ასე გვირდებიან და ალბათ ასე გაგრძელდება. ცეცხლის საშიშროება არის ყოველ წუთს, იმიტომ რომ ძველი გაყვანილობა არის და გვეშინია ხანძრის. გრევისიც გვეშინია. დაანგრევის ჭერი წყლები ჩამოგდის. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გია არჩვაძე აღნიშნული საცხოვრებელი ფართის საკითხს კარგად იცნობს. ქრონიკასთან საუბრისას არჩვაძე ახალი მთავრობის პროგრამაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ამ პრობლემის მოგვარება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის დამატებით თანხებს გამოყოფს. რაც შეეხება ბინის დამისამართების საკითხს, ქუჩების სახელდების საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი იაგო ბადაგაძე აცხადებს, რომ დამისამართების საკითხი მოსახლეობის განცხადების საფუძველზე განიხილება. ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ, მოსახლეობა რომელიც იქ არსებობს, თქვენ მიერ დასახელებულ კორპუსში, განცხადებით მოგმართონ, შევისწავლით, განვიხილავთ და შესაბამის პასუხს და რეაქციას გავაკეთებთ. სამხაროდ თვითმმართველობას ამ ეტაპზე არ გააჩნია სახსრები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ ამ პრობლემებით დახმარების მიმართეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საიდანაც ველოდებით, რომ რამდენადაც დაგვეხმარონ. პრობლემის მოგვარებამდე კი გომელაურის 12 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა ცხოვრებას ისევ საძირკველო გამოცდილ სახლში აგრძელებს. ბოლო წლებთან შედარებით რუსთავში საცხოვრებელი ბინების შეძენით დაინტერესებულთა რიცხვმა სააგრძნობლად იკლო. რომელი უბანია ყველაზე მოთხოვნადი უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვის ოფისებში და რას უკავშირებენ ბოლო პერიოდში მოქალაქეების მიმართვიანობის კლებას ეგრეთ წოდებული მაკლერების სოფო ცერცვაძე არკვევდა. ფასი არის 25 ადრესი, მაგრამ შესაძლებელია დალაპარაკება. მაია ტაბაღუა ბინების ყიდვა-გაყიდვის ოფისში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. ამ დროისთვის მის ბაზაში რამდენიმე ასეული შეთავაზებაა, თუმცა შემძენთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით თითქმის განახევრდა. ოფისში მოქალაქეების მიმართვიანობის კლებას უძრავ ქონებაზე ფასის მომატებას უკავშირებს. საგრძნობლად მოიმატა. მინდა გითხრათ და უფრო აქ სანაპიროზე, ანუ ახალ რუსთავში არის მოთხოვნადი ბინების გაყიდვა. ერთოთახიანებზე და ოროთახიანებზეა მოთხოვნა, იმიტომ რომ ხალხს შესაბამისად არ აქვს იმდენი თანხა, რომ შეწვდნენ მაღალფასიან ბინებს. რუსთავში ერთოთახიანი ბინის ფასი 12-დან 18,000 დოლარამდე მერყეობს. ოროთახიანი ბინის კი 20-დან 25,000-მდეა. ფასი იმ შემთხვევაში იმატებს, როცა ბინა კეთილმოწყობილია ან ავეჯით და ტექნიკითაა აღჭურვილი. უძრავი ქონების აგენტების თქმით, იშვიათია, როცა მოქალაქე 4 ან 5 ოთახიანი ბინის ყიდვის მოთხოვნით ოფისს აკითხავს. ბინებზე მოთხოვნა მესხიშვილის და მეგობრობის ქუჩებზეა გაზრდილი. რაც შეეხება ძველ რუსთავს, აქ ფასები ცენტრალურ ქუჩებზე 50,000 დოლარიდან იწყება. ფაქტიურად მესხიშვილის და მის ტერიტორია არის დღეს მოთხოვნადი და მეგობრობა. ყველაზე ძვირად ხირებული მაინც კოსტავაა.
მოსახლეობა სამაკლერო ოფისებს ყველაზე ხშირად ბინების ქირაობასთან დაკავშირებით მიმართავენ. ბინის მდგომარეობიდან გამომდინარე ფასები 200 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს. გაყიდვიანობა, რომ გითხრათ, სიმართლედ დიდად არ არის, უფრო ქირები მომრავლდა და ქირა ძალიან გაძირდა, მინდა გითხრათ. დაახლოებით იწყება 200 ლარიდან 350-მდე, არის 300 დოლარიანებიც. არის 400 დოლარიანებიც. ყველაზე დიდი მოთხოვნა დღესდღეობით არის გირაოზე, რაც ფაქტიურად არ არის ქალაქში და თითქმის გაუტოლდა გირაოს ფასი, ყიდვის ფასს და ქირაზე, რომელიც არის კატასტროფული ფასი ქალაქის მოსახლეობისთვისაც, იმიტომ რომ ელემენტარული კომფორტით უკვე 200 დოლარს ცდება. ახლა დაშენებულ კორპუსებში კვადრატული მეტრის ფასი 400 დოლარიდან იწყება. მე-17 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ბინის მშენებლობა 4 თვეში დასრულდება, თუმცა ჯერჯერობით 11 სართულიან საცხოვრებელ სახლში მხოლოდ 3 ბინაა გაყიდული. რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით პარიზში ქართველებისგან შემდგარი 20 კაციანი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს. ინფორმაციას ევროპოლისა და ინტერპოლის ბიუროები ერთობლივად ავრცელებენ. ჯგუფთან ერთად დაკავებულია მათი ორგანიზატორი, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ამ დრომდე შვედეთის ხელისუფლება ციხიდან გაქცევის ბრალდებით ეძებდა. ქართული კრიმინალების გვარები ამ დრომდე არ ხმაურდება სამართალდამცავები მათ ბრალს პარიზსა და მის შემოგარენში ათეულობით ბინის გაძარცვასა და დაყაჩაღებაში სდებენ. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი ამოცნობა ინტერპოლის ბაზაში არსებული თითის ანაბეჭდებით მოხდა. მონაცემთა გაცვლა მოხდა ინტერპოლის საქართველოს ეროვნულ ბიუროსთანაც. სასამართლო უახლოეს პერიოდში დაკავებულების ექსტრადირების საკითხს გადაწყვეტს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საკონსულოში. ქართული კრიმინალური დაჯგუფების დაკავებასთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა. კანონიერი ქურდი კახაბერ რუსტავსკი ციხიდან გაათავისუფლეს. ქართულ-რუსული მაფიის მსხვილ ავტორიტეტად წოდებული კახაბერ შუშანაშვილი სარაგოსას ციხიდან არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს. ციხეში გატარებული 3 წლის შემდეგ კანონიერ ქურდს თავისუფლების სანაცვლოდ ფორმალურად 50,000 ევროს გადახდა მოუწია. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით 40 წლის შუშანაშვილი, რომელიც ესპანეთის პოლიციამ 2010 წელს ბარსელონაში დააკავა, ავსტრიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობას კურირებდა. რუსთავში ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნა იგეგმება. მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსის მშენებლობა ეგრეთ წოდებული სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია. კომპლექსი 3000 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს, სადაც სხვადასხვა დანიშნულების მაღაზიებთან ერთად აფთიაქი და სწრაფი კვების ობიექტები განთავსდება. ერთსართულიანი კომპლექსი დასრულებულ სახეს მიმდინარე წლის ბოლოს მიიღებს და არ არის გამორიცხული მასში ცნობილი სავაჭრო ქსელების ფილიალებიც ვიხილოთ. იქნება აფთიაქიცა დაგეგმილია ტანსაცმლის სავაჭრო ობიექტი, ისევე კვების ობიექტები მოთხოვნილების მიხედვით. დაახლოებით წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ, თუ სერიოზული რაიმე შეფერხებები ისეთი არ გვექნათ მთლიანობაში. ენერგოთვალსაზრისით რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა საქართველოს დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვაა. ეს განცხადება პრეზიდენტმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ბოლო პერიოდში სწორედ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა იყო. აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტმა ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად სამხრეთ კავკასიის ფორუმსაც დაესწრო. ჩემ ბაქოში ჩამოსვლის წინ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გააკეთეს ძალიან უცნაური განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს უნდა შეწყვიტოს აზერბაიჯანზე ენერგოდამოუკიდებლობა და როგორც სერიოზული ალტერნატივა განიხილოს რუსეთიდან გაზის შემოტანა. რუსეთიდან ჩვენ მცირე რაოდენობის გაზი მთელი ეს პერიოდი ისედაც შემოქონდა, როგორც სომხეთში ტრანზიტის საფასური, მაგრამ რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა ენერგეტიკის თვალსაზრისით. ეს არის საქართველოს დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვა. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რომელიც საქართველოს ჰქონდა ბოლო წლებში, არის ის, რომ ჩვენ მოახერხეთ ისაც ვერ მოახერხა პრაქტიკულად ვერავინ აღმოსავლეთ ევროპაში და ვერც უკრაინამ წინა წლებში, რომ
ჩვენ გავხდით რუსეთისგან ენერგო დამოუკიდებლები. ბრუნდება. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სადახლოს საბაჟოს გამშვენპუნქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს. მას ჯიბეში მარიხუანა, 3 აბი სუბუტექსი და 13 აბი ლირიკა აღმოაჩნდა. მასთან ერთად საქართველოში სომხეთის კიდევ ერთი მოქალაქე შემოვიდა, რომელსაც ქაღალდში გახვეული თეთრი ფერის აბი სუბუტექსი აღმოაჩნდა. ნარკოტიკული საშუალება მათ სომხეთის რესპუბლიკაში შეიძინეს. მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს გადაეგზავნა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ერთობლივად სადახლოს საბაჟო გამშვენპუნქტზე დააკავეს სომხეთის მოქალაქე. საუბრისას მოქალაქემ აღნიშნა, რომ მასთან ერთად გზავრობდა სომხეთის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც ასევე ჰქონდა თან ნარკოტიკული საშუალებები. მოხდა მეორე მოქალაქის დათვალიერებაც და მასაც აღმოჩნდა სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები. საქართველოში დღეს პოეზიის დღე აღინიშნება. დღესასწაული 1920 წლის 7 მაისს ცისფერყანწელებმა დააარსეს. დღე, რომელიც მხოლოდ 15 წლის განმავლობაში აღინიშნებოდა და დიდი პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა რუსთაველმა პოეტებმა გაიხსენეს. ჩვენ პოეტები, როგორც მითებში, ვიბადებით და ვიზრდებით კენტად. თუ კი შევგზივდავთ თვებით რითმებში, ან თუ მოგშივდა სტრიქონებს კენკად. ავთელოთ თხილად გულის არშიას, სტროფებსაც ჩაგიყვრით მომეტებით. პოეტებს სიკვდილი არ აშინებთ, ლექსებად ყვდებიან პოეტები. მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოეტური ორდენის ცისფერყანწელების გზას დღეს ეს თანამედროვე პოეტები აგრძელებენ. გალაქტიონ ტაბიძის, პავლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის და მათი თანამოაზრეების მიერ დაარსებული პოეზიის დღე რუსთაველმა ახალგაზრდა პოეტებმა პერფორმანსით აღნიშნეს. ეს არის პოეზიის დღე, მინდა მივუღოთ ყველა შემოქმედ ადამიანს და ჩვენს მე-13 თვის პოეტები ამირან ჭანჭღავა, ოთო გურგენიშვილი, გურამ ლაცავიძე და მე შევუერთდით და რავი, დღეს ერთ ლამას აღამოს ვაჩუქებთ რუსთავ. თარიღის დაარსებიდან 75 წელი გავიდა და პოეზიის დღე თითქმის დავიწყებას მიეცა. თუმცა ზუსტად 3 წლის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ცისფერყანწელების მოგონებით და მათი პოეზიის გაცოცხლების თანხლებით დღესასწაული კვლავ აღდგა. 7 მაისის პოეზიის დღედ გამოცხადება ცისფერყანწელებს და საქართველოს დამოუკიდებლობას უკავშირდება. მინდა მიულოცო ყველა პოეტს, ყველა ქართველს, რომელშიც მართლა ზის დიდი პოეტი. პოეზიის დღე და ეს დღე პოეზიის დღეც იყო, სიყვარულის დღეც და საქართველოს მართლა დამოუკიდებლობის დღეც. პოეზია რომ დღევანდელ დროშიც ისეთივე აქტუალურია, როგორც საუკუნეების წინ, ამას რუსთავის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც ადასტურებენ. მათ დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად სწორედ პოეზიის მოყვარული მკითხველი სტუმრობს. პოეზია ყველა თაობის საყვარელი ჟანრია. კლასიკოსებზეა დიდი მოთხოვნა. ტიციან ტაბიძე, პავლო იაშვილზე, ლადო ასათიანზე, მირზა გელოვანზე. ამ ახალგაზრდა პოეტების პოეზიის დღეს შექმნილმა ლექსებმა შესაძლოა თარიღის მომავალ აღნიშვნამდე თითოეული თქვენგანის მაგიდაზე დაიდოს ბინა. ფილმ ჯარისკაცის მამის ფერადვერსიას ქართველი მაყურებელი კინოთეატრებში 9 მაისს იხილავს. სწორედ ამ დროისთვის იგეგმება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ფონდში შენახული ფილმის თბილისური პრემიერაც. მანამდე კი რეზო ჩხეიძის ფილმის ჩვენება მოსკოვში, ახალ არბატზე კინოთეატრ ოქტომბერში დღეს შედგა. 59 წლის წინ სტუდია ქართული ფილმის მიერ გადაღებული სურათის ფერადი ვერსიის დამზადებაზე ამერიკული კომპანია მუშაობდა. ფილმის ოფიციალური ტრილერი ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბერში გამოვიდა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსხვილფეხა პირუტყვის გადაადგილება კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ კანონის დარღვევისთვის მეპატრონის მიმართ მკაცრი ფინანსური საჯარიმო სანქციები მოქმედებს დაუდევრობის გამო მსგავსი შემთხვევები მაინც ხშირია. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ჩვენი კამერების ობიექტივში კიდევ ერთხელ მოექცა. ფაქტზე ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციული ოქმი უკვე შეადგინა. დღეს დაიწერება უკვე შესაბამისი კანონდარღვევისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული სამართლებრივი ოქმი შედგება და გადაეგზავნება სასამართლოს შემდგომი რეაგირებისათვის. სავარაუდოდ სასამართლო დააჯარიმს, იმიტომ რომ გაბატონი ნათელა ხშირი დამრღვევი არის ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა და უფლება, რომ ფაქტის დაფიქსირებისას უბრალოდ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი გამოვწერთ და გადავაგზავნოთ სასამართლოს შემდგომი რეაგირებისათვის.
მეტალურგი უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის ემზადება. რუსთაველი ფეხბურთელები ხვალ საქართველოს თასის ფინალის სააგზურისთვის იბრძოლებენ. მეტალურგსა და დინამოს შორის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპისგან მეორებითი მატჩი დინამო არენაზე გაიმართება. თამაში 19 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი, რომელიც ფოლადის სტადიონზე შედგა, რუსთაველთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ანგარიში ჯაბადვალმა გახსნა, რუსთაველთაგან კი გოლების გატანა ახალკაცმა და საჯაია მოახერხეს. ხვალინდელი შეხვედრისთვის რუსთავის მეტალურგის ფან-კლუბიც ემზადება. მეტალურგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ისინი მატჩს უფასოდ დაესწრებიან. გადასულები ვართ უკვე ბოლო ეტაპზე მზადების, განწყობა ძალიან კარგია გუნდში, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ დინამოს ბოლო მატჩები და გამოვიტანეთ დასკვნები, ჩავატარეთ თეორიული მეცადინეობა. ხან ჩვეულებრივად გუნდს მხარში დაუდგება რუსთავის მეტალურგის ფან-კლუბი. დღეს 5 საათიდან სტადიონიდან გავვალთ გოლშემატკივრები და მხარს დაუჭერთ ჩვენ საყვარელ გუნდს დინამო არენაზე. აბბას მუზეუმი სტოკჰოლმში ლეგენდარული ჯგუფის მუზეუმი შვედეთში დღეს გაიხსნა ლეგენდარული ჯგუფის მუზეუმი მთლიანად მუსიკას მიეძღვნება, სადაც უკვე გამოიფინა მუსიკოსების პირადი ნივთები და მუსიკალური ინსტრუმენტები. შვედური ჯგუფი 1970 წელს ჩამოყალიბდა 3 წლის შემდეგ კი მისი პირველი ალბომი რინგი გამოვიდა. დღეს მუზეუმის გახსნას ჯგუფის წევრებიც ესწრებოდნენ. და ისევ საქართველოს და ამინდის პროგნოზი სინოპტიკოსების სრულიად საქართველოში ხვალ ცვალებად მოღრუბლობას პროგნოზირებენ. მოიღრუბლება როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ხანმოკლე წვიმა და ელჭექიან ავრავდები რუსთავში იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება წალკაში დღისით +16, ღამით +8 გრადუსი სითბო, თეთრიწყაროში დღისით +18, ღამით +7 გრადუსი არის ნავარავდები. თმანიში დღისით 15, ღამით +5 გრადუსი სითბო, ბოლნისში დღისით 22, ღამით +11 გრადუსი სითბო. მარნეულში ნავარავდებია დღისით +23, ღამით +10 გრადუსი, თბილისში დღისით 23, ღამით +10 გრადუსი, გარდაბაში დღისით 24 ნავარავდები, ღამით +10 გრადუსი სითბო, ხოლო რუსთავში დღისით 24, ღამით +10 გრადუსი სითბო ნავარავდები. ეს ყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია ქრონიკა დასრულებულია მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახვამდის.